საერთოდ კენჭის სხვა ყურადღება 26 წლის ბიუჯეტს სჭირდება მაღალი კვორუმი. 80 მომხრე 9 წინააღმდეგი განონიმერებულია. 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დამტკიცებულია. ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი პარლამენტს პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა წარუდგინა. ჯანდაცვის სერვისები, სოციალური უზრუნველყოფა, საჯარო სექტორში მომუშავეთა სახელფასო პოლიტიკა, ინფრასტრუქტურული გამოწვევები. ეს ის ძირითადი საკითხებია, რაზეც კითხვები ისმოდა საკანონმდებლო ორგანოში ბიუჯეტის პროექტის განხილვებისას. სახელმწიფო დაწესებულების მომდევნო წელს 70 წლამდე პირთა პენსია განისაზღვრება 370 ლარით, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის მქონე პირთა პენსია 495 ლარის ოდენობით, მაღალმთიან დასახლებაში პენსია შესაბამისად კატეგორიების მიხედვით იქნება 454 ლარი და 594 ლარი. ჯამში მოსახლეობის სოციალური დაცვის პროგრამებზე გათვალისწინებულია 6 მილიარდ 930 მილიონი ლარისზე მეტის დახარჯვა. საკომიტეტო განხილვების პროცესში დაყენებული დამატებითი საჭიროებების გათვალისწინებით სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვებზე ზრუნვის პროგრამის დაფინანსება დამატებით იზრდება 12 მილიონ ლარზე მეტი და პროგრამის ბიუჯეტი 124 მილიონ ლარს აჭარბებს. 2025 წელთან შედარებით პროგრამის დაფინანსება ჯამურად გაზრდილია 29 მილიონ 500 ლარის ოდენობით. იშვიათი დაავადების ბავშვებს მქონეს პროგრამის კურნალობა 5 მილიონი ლარი და 70 მილიონ ლარს შეადგენს და ჯანდაცვის სხვა პროგრამები ჯამურად იზრდება 18 მილიონ 700 ლარით. განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის პროგრამებისათვის განკუთვნილი თანხა 2026 წელს 3 მილიარდ 345 მილიონ ლარს შეადგენს, რაც პროექტის წინა ვერსიასთან შედარებით 115 მილიონი ლარით მეტია. სამინისტროს ფარგლებში დამატებით თანხები მიმართება ზოგადი განათლების დაფინანსებაზე, დამატებით გამოიყოფა 27 მილიონ ლარზე მეტი და მათი მოცულობა 1 მილიარდ 923 მილიონ ლარს აღწევს. დამატებით თანხების საჭიროება ძირითადად გამოიწვია პირველ კლასეთა რაოდენობის და მასწავლებლების შორის საათების გადანაწილებამ. გარდა ამისა, საკომიტეტო განხილვების დროს დაყენებული წინადადების შესაბამისად პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია საჯარო სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის, სკოლის ექიმების და მანდატურების ხელფასების 20%-იანი ზრდა, ნაცვლად წინა ვერსიაში განსაზღვრული 10%-იანი ზრდისა. კაროსული მაგისტრალების მშენებლობის ნაწილში დამატებით გამოყოფილი არის 56 მილიონი ლარი და 755 მილიონ ლარს შეადგენს. გამოყოფილი თანხის ფარგლებში დამატებით გათვალისწინებულია თბილისის შემოვლითი საავტომობილო გზის წიწამური ზაჰესის აეროპორტის კვანძის მონაკვეთის ნაწილის მშენებლობის დაწყება, რისთვისაც გამოყოფილია 180 მილიონი ლარი. მმართველი პარტიის წარმომადგენლების მტკიცებას, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ამომწურავად პასუხობს მოსახლეობის მოთხოვნებს, არ ეთანხმებიან ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიაში. ოპოზიციონერ დეპუტატთა თქმით, მართალია იანვრიდან სოციალური შემწეობის მიმღებთა და პენსიონერთა შემოსავლები იზრდება, თუმცა საქართველოში არსებული ეკონომიკური გამოწვევების ფონზე ამით მათი პრობლემა მაინც არ გვარდება. მაშინ, როდესაც სამომხმარებლო ბაზარზე პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტების ფასები კატასტროფულად მატულობს და ამ დროს ჩვენ 20-დან 45 ლარამდე პენსიის გაზრდით ვამაყობთ, ალბათ დამეთანხმებით, რომ აქ საამაყო არაფერი არ არის. მაშინ, როდესაც განათლების სამინისტროს 3.1 მილიარდი ლარი აქვს გამოყოფილი 2026 წელს და 3.1 მილიარდი ლარიდან 1.8 მილიარდი ლარი სკოლამდელ ასაკამდე და საჯარო სკოლის ბავშვებისთვის არის განკუთვნილი და არც ერთი ლარი არ არის გათვალისწინებული დაწყებითი კლასების ბავშვთა კვებაზე, რომელიც რამდენიმე წელია უკვე ამ საკითხს როგორც პრობლემას ვსვავთ და ყურად არავინ არ იყო, ხო? ალბათ ამ ბიუჯეტის მიმართ საამაყო არაფერი არ უნდა გქონდეს. ძირითადი დოვლათი და დამატებითი დოვლათი შემოსავლები ხალხზე არ ნაწილდება, არასწორად ნაწილდება და მთელი ეს შექმნილი დამატებითი დოვლათი და სიკეთეები გადანაწილებულია კორუფციულ კლანებზე, რომელიც ნაწილი დაჭერილია და ზოგი კიდევ დასაჭერად არიან გამზადებული. ამიტომ, როდესაც მინიმალურ ხელფასზე 1000 ლარზე, 1000 ლარის გაზრდაზე ვსაუბრობ და პენსიის გაზრდაზე ვსაუბრობ, რამეს კი არ უნდა მოვაკლოთ ეს ფული. არამედ ბიუჯეტი უნდა გავზარდოთ და ბიუჯეტის გაზრდით კიდევ ხელფასი და პენსია უნდა გავზარდოთ და იქიდან უნდა დავაფინანსოთ სწორედ ეს მნიშვნელოვანი პრიორიტეტები და სწორედ უნდა გადავანაწილოთ ადამიანებზე. ხელფასი თუ არ გაიზრდება, კიდევ უფრო მეტად გაგექცევათ ხალხი ემიგრაციაში, იმიტომ რომ ემიგრაციაში ხალხის წასვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უმუშევრობასთან ერთად არის
დაბალი შემოსავლები და საქართველოს მოქალაქეების ემიგრაციაში წასვლა კიდევ უყურებთ თქვენ რა პროცესები მიდის, რომ მათ ადგილს გაურკვეველი წარმომავლობის ადამიანები ანაცვლები. სახელმწიფო ბიუჯეტის ერთ-ერთი ძირითადი ხარჯი მიმართულია განათლებაზე. ქართული ოცნების მიერ შემუშავებული რეფორმის ფარგლებში საჭირო გახდა საკანონმდებლო ცვლილებების მიღება და ფინანსურ დოკუმენტში კორექტივების შეტანაც. სასკოლო და უმაღლესი განათლების სფეროებში მმართველი პარტიის დაგეგმილ ცვლილებებს წარდგენის დღიდან აკრიტიკებენ ხელისუფლების ოპონენტები. პარლამენტში მყოფი ოპოზიციონერების თქმით, ახალი თაობის საუკეთესო ინტერესების გასათვალისწინებლად მსოფლიოში დემოკრატიულ განვითარებულ ქვეყნებში განათლების რეფორმები, როგორც ამბობენ, მიმდინარეობს წლების განმავლობაში. ფინეთში განათლების რეფორმა მიმდინარეობდა 20 წლის განმავლობაში. 5 წელი დაეთმო მხოლოდ კვლევის მიმართულებას ავსტრალიაში. რეფორმის მოდელირებაზე ძალიან ბევრს ბჭობენ ამ ქვეყნებში და ასევე რისკების შეფასებაზე ძალიან ბევრს მუშაობენ. დიდ ბრიტანეთშიც ხანგრძლივი კვლევის პროცესი უძღვოდა წინ განათლების რეფორმას და ემყარებოდა რა თქმა უნდა აკადემიური პერსონალის მაქსიმალურ ჩართულობას. ჩვენს ქვეყანაში, სადაც უდიდესი გამოწვევებია განათლების ხარისხის მიმართულებით, რასაც თქვენც აღიარებთ, მე მაქვს შეკითხვა, რატომ ვაკეთებთ განათლების უმნიშვნელოვანესი კომპონენტის, უმაღლესი სასწავლებლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას ესე დაჩქარებულად. რომ არ ივარგოს თქვენს მიერ შემოთავაზებულმა მიდგომამ. ვინ იღებს პასუხისმგებლობას მოსახლეობის წინაშე? უმაღლესი განათლების შემოთავაზებული რეფორმა მე მაგონებს სააკაშვილის დროინდელ 100 საავადმყოფოს პროექტს, რომლის შედეგადაც ჩვენ მივიღეთ განადგურებული რესპუბლიკური საავადმყოფო, მის წინ არსებული მომცრო ზომის კლინიკა და ასევე უწყლოდ დარჩენილი შადრევანი. და კარგად დავფიქრდეთ, ხომ არ მივიღებთ ამ რეფორმის შედეგადაც იგივე შედეგებს. და სრულიად ჩვენი გუნდი ჩართული იქნება, რომ პირველ რიგში დავადგინოთ სახელმწიფოს და კერძო სექტორის საჭიროებები და სწორედ ამ საჭიროებებზე იქნას ორიენტირებული განათლების ხარისხი, მათ შორის კვოტირება და მათ შორის ის, რომ უზრუნველყოფილი იყოს რომ ნებისმიერი სტუდენტი, ვინც სახელმწიფო უნივერსიტეტში მაღალხარისხიან განათლებას მიიღებს, მას ჰქონდეს ავტომატური დასაქმების შესაძლებლობა და დასრულდეს ეპოქა დაუსაქმებელი დიპლომიანი სტუდენტების. ჩვენი ეკონომიკის და ჩვენი ქვეყნის მთავარი მამოძრავებელი ძალა, მათ შორის ნავთობიც და ნედლეულიც და ოქროც არის ადამიანი, ის ინტელექტუალური რესურსი, რომლის კაპიტალიზება უნდა მოვახდინოთ და იმის რეალიზებისათვის ყველა საჭირო ინსტრუმენტი უნდა იქნას უზრუნველყოფილი. ხელისუფლების თანახმად 2026 წელს ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი $11,300 გადააჭარბებს. სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებისა და ფინანსური დოკუმენტის ირგვლივ ოპონენტთა კრიტიკის ფონზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 9 დეკემბერს განაცხადა, რომ სიღარიბე ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. მანამდე კი პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას მან თქვა, რომ საქართველოს ეკონომიკა დაახლოებით 30-40%-ით ჯერ კიდევ ჩამორჩება ევროკავშირის წევრ ყველაზე ღარიბ ქვეყანასაც კი.